აი დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად ნათია უზნაძე, ევროვიზიის მთავარი პროდიუსერი და გიგა გუხიანიძე, რომლისმა 4 სიმღერამ უკვე აიღო ყველაზე მაღალი პრიზი ბავშვთა ევროვიზიაზე და აი მე-5 დგას ახლა რიგში. ხო ასე? დილამ შვიდობის და ძალიან გვიხარია რომ თქვენი თვიწყებთ დილას და დღეს. ძალიან კარგი. ნათია, მოდით დავიწყოთ. რა ხდება? ახლა მზადება ვიცი რომ უკვე სადღაც პიკშია ასული. იცით რა, ისეთი ამაყები ვართ. ისე კარგად მიდის ფუფუფუ დავაკაკუნებ ყველაფერი და პირველ რიგში მადლიერების გრძნობა არ უნდა დავკარგოთ და დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩართულია ამ პროექტში. მთელ პირველ არხს, რომლებიც აი ეს ვიდეოები, რომელიც ახლა გადიოდა, რომლებიც პოსტკარდები, რომელიც უნდა გავიდეს ყველა კონკურსანტის წინ. საოცრება ჩაიდინა ამ ჯგუფმა ზაზა ორაშვილის ხელმძღვანელობით, ნინი ბასიაშვილი, ნესტან სინჯიკაშვილი. დაახლოებით 20 დღეში გადაიღეს 18 ვიდეო რგოლი წარმოუდგენელ დროში და იცით რა არის მთავარი, ალბათ სულ ამას ვიძახი, რომ გვერდში დგომი თუ არ გიყვარს და თუ შენი საქმე არ გიყვარს, არ გამოვა არაფერი. ესე არის გიგაც თავის სიმღერებთან დაკავშირებით და ყოველთვის რაც მთავარია, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბავშვების აზრი ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული, როგორც სიმღერაში, ასევე კოსტუმის დროსაც, ასევე სცენოგრაფიის დროსაც, რაც შეეხება მზადებას. მზადება გადადის უკვე ბოლო ფაზისკენ. ხვალ საქართველოს ესტუმრებიან უკვე დელეგაციების წარმომადგენლები დაიწყებენ ჩამოსვლას. დაახლოებით თბილისს ესტუმრება 300-დან 400 ადამიანამდე უცხოელი, 17 ევროპული ქვეყანა ჩამოდის, რომელიც იღებს კონკურსში მონაწილეობას, მე-18 ვართ ჩვენ და სამზადისი თითქმის დასრულებულია. თქვენ გელოდებათ უბრალოდ წელს ევროვიზიის წესების მიხედვით აღარ გვაქვს უფლება სცენის გამოჩენის, მაგრამ დამიჯერეთ, საოცრება გელოდებათ, როგორც თვითონ იქ აღნიშნავენ ტექნიკური პერსონალი, თვითონ ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები. ანუ არ გვაქვს რომ გავამხილოთ საიდუმლოებები ბოლომდე. გასაგებია. და ამას თქვენ იხილავთ ყველაფერს ძალიან მალე უკვე პირდაპირ ეთერში ამბობენ, რომ ასეთი მასშტაბის სცენა, ასეთი სილამაზის სცენა საბავშვო ევროვიზიაში ჯერ არ ახსოვს. არა, ნამდვილად, იმიტომ რომ მეც რო ვნახე, მივედი ლოკაციაზე, შოკი მივიღე. ისე ვიდექი და ვუყურებდი და არ მჯეროდა რომ ესეთი სცენა გაკეთდა ჩვენთან და მართლაც მადლობა ამისთვის ვინც ყველამ საოცრება ეს ჩვენი სტუმარი უნდა ყოფილიყო ასევე ზაზა ორაშვილი, ლეგენდარული რეჟისორი და კლიპმეიკერი და სამწუხაროდ ახველებს რომ გავიგეთ და ვირუსიან. აქედან მოვიკითხოთ და გამოჯამრთელება უზრუნოთ. აი ზაზას დამსახურებაა და ამ გუნდის, ვინც ეს საოცარი პოსტკარდები გადაიღო, როგორც იცით, ყველა სიმღერის წინ მანამ კონკურსანტი გამოვა ეთერში, გადის 40 წამიანი პოსტკარდი. წელს გადავწყვიტეთ, რომ ამ პოსტკარდებში ყოფილიყო ანუ ნაჩვენები თბილისის კადრები, აღმოაჩენთ სულ სხვადასხვანაირ ქუჩებს, ადგილებს, რომელიც მართლა საოცრად გადაიღო ამ ჯგუფმა და გააკეთა. თუმცა ის კონკურსანტი ბავშვებიც იქნებიან ამ ყველაფერში ჩართული. ნუ ამას უკვე 13 დეკემბერს იხილავთ პირდაპირ ეთერში. რაც შეეხება ახლა სცენის ბოლომდე არ გამხელა სიმსივნიზების, რომელიც გველოდება, მაგრამ როგორც ვიცით, მაინც ეროვნული ქართული ელემენტებით გაჯერებული იქნება. თამარ ფოცხიშვილს ეკუთვნის სცენის ეს მაკეტი, რომელიც უკვე დამზადდა. როგორც იცით, უცხოელებთან ერთად ქართველი ჯგუფი მუშაობს, ბასა ფოცხიშვილი დგავს გახსნის ცერემონიალს და რამდენიმე ინტერვალაკს, თუმცა ძირითადად მაინც ყველაფერში შეფუთვით დაწყებული, დამთავრებული საბოლოო საბოლოოდ ამას ყველაფერს უცხოელები ფუთავენ და აჩვენებენ მაყურებელს. თლიანობაში მართლა საოცრება გელოდებათ, გიგა დამეწყუნება, იმიტომ რომ რეპეტიციებზე, როდესაც ხო საოცარ გრაფიკში ვართ, ყველა 24 საათიან გრაფიკში, აი ნათია მშვენიერაძე, ლაშა კაპა, ყველა აი მიჭირს, რომ ვინმე არ გამომჩეს, იმიტომ რომ ყველა ჩართულია 24 საათიან გრაფიკში ვართ და გუში რომ ვისხედით და ესა უყურებთ სცენას და ამ ყველაფერს უკვე აი რომ დამთავრდა და აი ეს შევხედეთ ერთმანეთს და
კი ღირდა ამ ყველაფრისთვის ეს უძინარი დღეები, ღამეები, ეს შრომა ღირდა. ნამდვილად მით უმეტეს თუ გავიხსენებთ იმ მომენტს, როდესაც დაიწყო ბილეთების გაყიდვა და რაღაცა ბილეთები ჩვენი პროდიუსერი ჩვენ გვეხვეწებოდა იქნება ორი ბილეთი ვიშოთ. საიდუმლოს გაგიმხელთ, ჩვენც ვეხვეწებოდით ერთმანეთს. ხო და მე გიგას პოსტი შევხვდას ხოთო შეიძლება წერდა რომ მე ვერ ვიყიდე ბილეთი. ვაი, იმიტომ რომ ყოველ გიგა ახლა შენთან ალავერდი. ალბათ უკვე წინას არიცი, ხო, ვინ რას მღერის? კი, როგორ არის? ყველაზე ესეთი კონკურენტი ვინ მიგაჩნია? ბევრი ვისი უნდა გვეშინოდეს? ყოველთვის ვარ ძალიან მოგრძალებული აი ამ კითხვაზე, მაგრამ ეხა წელს რატომღაც ან გავაფრინე, ან ასე მგონია. არ ყავს ამბავს კონკურენტი ანიტას და რა გავაკეთო? მე ვთვლი რომ კონკურენტი არ ყავს. მაინც გადავაჯვარიდინოთ თითები, დავაგაკუნოთ სამჯერ და ნუ მე ვთვლი რომ არ ყავს. ავარიდოთ თავი იმაზე, ფეხბურთის წინ რო იციან ხოლმე ჩვენმა ზოგიერთმა რესპონდენტებმა რომ დღეს მოვიგებთ დღეს იმას და მე ჩავთვალოთ თავი ყველაზე თავმდაბალ მონაწილეებად და გაუსვარო სიმართლესაც თვალე რომ მართლა ნამდვილად გიგა ხაფასებს თავისი პროფესიონალური ყურით ასე ვთქვათ ხო რომ კონკურენტი მარტო ჩემი აზრიც არ არის პრინციპში ხალხი ამას ლაპარაკობს უკვე кайხანი აი იმ დღეს როცა პრემიერა გქონდა თქვენთან და ფეხბედნიერი აღმოჩნდა ძალიან კარგი დაიწყო კარგად ყველაფერი რა თუმცა მაინც არაპროგნოზირებადი კონკურსია ხო რა თქმა უნდა ცირა მაინც არის ის ქართული გამოთქმა რომ არ უნდა შეგწევდეს ზალა კადილისა და 4 ჯერ დაგვიმტკიცა ამ კაცმა რომ ამის თქმის უფლება აქვს და ხო და რა არის ეს მიზეზი აი ეს ინტუიცია კარნახობს იმას რომ აი ესე წერა აი ესეთ წარმატებულ სიმღერებს ხო ეს არის უბრალოდ დიდი ბექგრაუნდი და შენ გამოცდილება და ზუსტად იცი თან სიმღერის ავტორიც ძირითადად შენ ახარ ხო ასე იგი კი ანუ ამაზე პასუხი მაინტერესებს ბზიკების სიტყვები ვინ დაწერა მაგ სიტყვებზე ძალიან ბევრი ვიწვალე კი ხო აი ხა გვაქვს ამზადისი და რა ვიცი ძალიან მიხარია რომ აი ნათიას ნათქვამს გავიმეორებ რომ სცენა გვაქვს ისეთი ლამაზი და ისეთი გადაღება იქნება და ის ტექნიკური სიახლეებია რომ აი მართლა შოკი იყო ეს ყველაფერი რაც ვნახე და ძალიან საამაყოა რომ ჩვენ ქვეყანაში კეთდება ესეთი ევროვიზია რომ მე მგონია რომ ჯერ არ გაკეთებულა ესეთი საბავშვო ევროვიზია ეგეთი ლამაზი ეგეთი მასშტაბური და ველოდებით ყველა ამ დღესასწაულს. აი ანიტას სიმღერას ახლა ხედავ რომ ბავშთა ხედავ რა ამას უყურებ სულ ბავშთა ორკესტრი უკეთეს აკომპანირებას და ესენი იქნებიან სცენაზე? არა, არ იქნებიან. თუმცა აქვე ვიტყვით რომ ანიტას სცენაზე მარტო არ იქნება. დეტალები გავამხილოთ? შეგვიძლია გონი ჯობია რომ დაველოდოთ. აქვე მინდა აღნიშნო რომ სასცენო ნომერზე იმუშავა კახა ბუხრაშვილმა სცენოგრაფია არის გიორგი ტორიაშვილი, კოსტუმი ეკუთვნის იზანა დარეიშვილს. ანუ აი კიდევ ერთხელ აღნიშნო, მთელი პირველი არხი ჩართულია ამ ანუ ამის კოპირება არ იქნება, ამ კლიპის კოპირება არ იქნება. არა, თავისთავად. ძალიან საინტერესოა. ისე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა და ჩვენ მაყურებელს ალბათ არაერთხელ უნდა გავუმეოროთ ის რომ წელს ჩვენ გვაქვს საშუალება რომ ხარი დაუჭიროთ ჩვენს შემსრულებელს და ეს არის ყოველწლიურად მე და გიგა და ყველაზე მნიშვნელოვანი თხოვნა და ხვეწმა. სათხოვარი, კი, მნიშვნელოვანი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმითი, რომ დიდების ევროვიზიისგან განსხვავებით საბავშვო ევროვიზიაზე შენ შეგიძლია მხარი დაუჭირო შენ წარმომადგენელს. იმ დღეს რაღაცას ვწერდით და ისევ წერდით, რომ საქართველოსთვის რაღაც ბევრ დეტალს განვიხილავდით, როგორ შეიძლებოდა და ამ შემთხვევაში ყველა უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთი წარმატება, მოგება, არ ვიცი, კარგი ადგილი, რომ ერთად მოვიპოვოთ ამ კონკურსზე 12 დეკემბერს ღამე სანამ დადგება 13 დეკემბერი ზუსტად 12 საათზე თქვენ შეგიძლიათ აიღოთ თქვენი ტელეფონები თუ ხართ კომპიუტერებთან ჩართოთ ევროვიზიის ოფიციალური საიტი სადაც იქნება გამოტანილი 18-ვე კონკურსანტი უნდა მოусმინოთ ამ სიმღერებს 20 წამიანი სიმღერები იქნება მონაკვეთები და არჩევანი უნდა გააკეთოთ 3 წარმომადგენელზე და ნუ რა თქმა უნდა საქართველოზე რომ კიდევ ერთხელ ვიჯეროთ გული გამარჯვებით მგონი ყველაზე კარგი
და ყველაზე მნიშვნელოვანი ეხა რომ აი მოინდომოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა და ხარი დაუჭირონ ანიტას და ძალიან ვიამაყებს თუ ყველაზე მეტი დიდი ციფრი იქნება წელს ვოუთინგის მიხედვით ჩვენი ქვეყნისთვის შემოსული. როგორც იცით, ჟიურის ქულებს ემატება ეს შემოსული ხმები. ჟიურის დარწმუნებული ვარ, როგორც ანდრიამ შარშან მოხიბლა, მთელი ჟიური ამდენი ქვეყნის იგივე რეკორდს გაიმეორებს ანიტა, მაგრამ ისევ დავაკაკუნებ ხელზე. ამიტომ ხმები გჭირდება, ბევრი ხმები გჭირდება. მართლა წამყვანები ვინ იქნებიან? წამყვანებიც ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის არაჩვეულებრივი ლიზა ციკლაური და დათუნა ალადაშვილი იქნებიან წამყვანები. ანუ ბევრი სიურპრიზი გელოდებათ, საოცრებები. კიდე ერთ დეტალს გავამხელ. თქვენ სცენაზე იხილავთ სამ გამარჯვებულს. ბზიკებს, კენდის, ანდრიას, სამწუხაროდ მარიამ მამადაშვილი, პატარა გოგონა საქართველოსდა, რომელიც მზეოს უმღეროდა გადაუდებელი გრაფიკის გამო, იგი არ ცხოვრობს საქართველოში, ვერ ახერხებს ჩამოსვლას და ამიტომ აი ეს ადამიანები კიდევ ერთხელ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ისევ დამნაშავე გიგა არის, ახალი სიმღერები დაუწერა მათ, საერთოდ სხვანაირად წარსდგებიან. ახალია? ვა! თელ შეფუთვაზე, მუსიკალურ შეფუთვაზე იზრუნა გიგამ წლევანდელი ევროვიზიის, ეს მე თუ არ ვთქვი თვითონ თავდაბალი ადამიანია და არ იტყვის. არაფერს არ გვეუბნება. ხო, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა გიგას. გიგას ვასვლაი უნდა გაუხსნათ სადმე. საქმისთვის რომელსაც აკეთებ. ხო, კიდევ ერთხელ ხაზი მაინც გაუსვათ იმას, რომ ჩვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული იმ კონტექსტში, რომ ჩვენ შეგვიძლია ხმა მივცეთ და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ და როგორც ნათიამ ახსენა, შევიდეთ საიტში. მხოლოდ საიტის მეშვეობით არის ხმის მიცემა შესაძლებელი. დიახ. აჰა, ანუ ტელეფონით აპლიკაციით. კი, ყველაფერი შეიძლება. დარეკვითაც? არა, დარეკვით არა, უბრალოდ საიტზე. ანუ არანაირი თანხა არ თავარი ამ საიტზე შეხვიდე, აი ეს ჩართო ის უნდა მოისმინო 20 უნდა მოусმინო ბოლომდე ყველას 20 წამი, ანუ 3 წუთი არის ასო. სამწუხაროდ ერთხელ. ნახეთ, ანუ 12-ში ღამე 12 საათზე, როდესაც დაიწყება, მანამ 13 დადგება, გაქვთ 24 საათიც არა. კონცერტის წინ შეწყდება ხმის მიცემის პროცედურა და როდესაც ყველა წარსდგება უკვე მაყურებლის წინაშე 18-ვე და აქვე აღნიშნა, რომ ხალბატონი ანიტა მაყურებლის წინაშე წარსდგება მე-15 ნომრად. როდესაც დასრულდება ეს მეორე დღეს ანუ ხო? დიახ, 13-ში უკვე კონცერტის დღეს. როდესაც დასრულდება 18-ვე კონკურსანტის გამოსვლა სცენაზე, ისევ დაიწყება ხმის მიცემა და უკვე 15 წუთის განმავლობაში კიდე შეგვიძლია მივცეთ ხმა. აუცილებლად გავითვალისწინოთ ხალხო ეს ამბავი, იმიტომ რომ მართლაც ძალიან დიდი შანსია გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა ხა ანიტა უნიჭიერესი არაჩვეულებრივი ადამიანი, მომღერალი, პროფესიონალი, პრაქტიკულად სცენაზე თავდაჯერებული მშვიდი გაწონასწორებული ადამიანი. საოცარი ადამიანი, ეს სულ რომ ეკითხებია, როგორი გოგოა ანიტა. სულ ვიძახი, აი ერთი სიტყვით რომ დაახასიათო, ანიტა არის საოცარი გოგო, რომელიც იცით როგორ ისრუტავს ყველაფერს, თვითონ ნათქვამს, აი ძალიან რთული გრაფიკი აქვს, რეპეტიციები, სცენოგრაფიაზე მუშაობა, ინტერვიუები, აი საოცარი, არ იღლებიან. აი ეს ბავშვები არ იღლებიან საერთოდ. მოკლედ ჩვენ გვირდებით ჩვენი მხრიდან დალიდამე რომ ამაზე ვისაუბრებ ძალიან ხშირად და ძალიან ბევრს. რაც მთავარია 13 დეკემბერს 8 საათზე პირველი არხის ეთერში ევროვიზია იქნება. ტრადიციულად. ეს ტრადიციულად. ასე რომ არ გამოგრჩეთ არც ხმის მიცემა, არც თავად ეს ღონისძიება, რა თქმა უნდა და სხვათა შორის აქ საიდუმლოების არ გამხელასთან როცა არის საქმე, ჩვენ თან გავიდა სიუჟეტი ამას წინათ ახალი დღის ეთერში, სადაც ერთ-ერთი სცენის მეიკერი, ასე ვთქვათ, ამბობდა რომ ჩვენი ინსპირაცია იყო დისნეის სამყარო და ვად, მაინც. არა, ეს უბრალოდ მხოლოდ ეს იყო ნათქვამი და მეტი არაფერი. უბრალოდ ჩვენ გვინდა გამოვეხმაუროთ იმას, რომ დღეს 5 დეკემბერს შორეულ 1901 წელში დაიბადა უოლტ დისნეი და აი როგორი დამწყვევა. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი შოუც იქნება ზღაპარი საქართველოდან, რომელიც იქნება მართლაც დაუვიწყარი. ძალიან დიდი მადლობა
ჩვენთან მადლობა მოსვლისთვის, იმ თქვენ. საქმისთვის, რომელსაც აკეთებთ, დაუღალავთ. დიდი მადლობა და 24 შვიდზე. ხო, აქვე აღნიშნა, აი მართლა არ მინდა ვინმე გამომჩეს და არ გადაუხადო, მადლობა. ხო, ეს აუცილებლად. ხო, იმიტომ რომ მართლა ამ ადამიანების გვერდში დგომა რომ არ იყოს არაფერი არ გამოვა. ნუ პირველი არხი თავისთავად ყველა ადამიანი ჩართულია კულტურის სამინისტროს, თარინგ ჯორჯი, ანუ ყველა ერთად ვაკეთებთ ამ დიდ საქმეს, რასაც საბავშვო ევროვიზია ქვია.